მიმართავ პროკურატურას, რადგან უკვე მათი განსჯადი არის ჩაატაროს ამოცნობა და რევაზ კიკნაძე შეუძლია ამოიცნოს ადამიანები, რომლებმაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე წამებასთან გათანაბრებული ქმედება განახორციელეს. ბოთლზე დასმით გაუპატიურების მცდელობა და ცოცხლად დამარხვის მუქარა. უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულებებში სინდისის პატიმარმა პოლიციელები ამხილა. რევაზ კიკნაძემ განსასჯელის კამიდან საბოლოო სიტყვა მის დამკავებელ პოლიციელებს მიუძღვნა. გამოაშკარავა ყველა, ვინც ყალბი დაკავების ოქმი შეადგინა, ვინც გაუპატიურებით ემუქრებოდა და ისინი, ვინც ლისის ტბაზე თხრილში ჩაგდებით და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. Საკითხონ მოწმეები, რიგი მოწმეები მეც მყავს დაკითხული, რომლებიც ფაქტის სისწორეს დაადასტურებენ და უკვე 8 თვეზე მეტი არის გასული და რევაზ კიკნაძეს დაუნიშნონ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს განიცადა თუ არა აღნიშნული ფაქტის დროს ტანჯვა და ამით ნათელი მოეფინება იმას, რომ რევაზ კიკნაძემ რეალურად განიცადა ტანჯვა, მაგრამ გამოძიება ამას იმიტომ არაკეთებს, რომ სურს გავიდეს კიდევ უფრო ბევრი დრო, რომ ამის შემდგომ ექსპერტმა ტანჯვასთან დაკავშირებით ვერ დადოს დასკვნა. სინდისის პატიმრის თქმით, საზარელი მუქარის მოტივი პოლიციელების მხრიდან სასურველი აღიარების მოპოვება იყო. პროგრამული აქციის მონაწილეს დამკვირვებელი სამართალდამცველები ჯერ ლისის ტბაზე, შემდეგ კი კრიმინალური პოლიციის შენობაში აიძულებდნენ დაესახელებინა აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსები. ახალგაზრდა პატიმრის ჩვენება საჯარო იყო, მოისმინეს პროკურორებმა და მოსამართლემ. უმძიმესი დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გაჟღერებიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას ჯერ არაფერი უთქვამს, დაიწყებს თუ არა მოკვლევას ხილებული პოლიციელების წინააღმდეგ. ძალიან დიდი მუქარები იყო მის მიმართ, 1000 გვარ სისაძაგლეს ეუბნებოდნენ მუქარის სახით, რომ მას ეს ეთქვა, უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს შვილს ესე უდიერად და ესე მუქარებით ემუქრებოდნენ. რევაზ კიკნაძემ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულებებზე პირველად 8 თვის წინ ისაუბრა. ფაქტის შესწავლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავის თავზე აიღო, თუმცა ეს უწყება გაუქმდა. საქმეები პროკურატურამ გადაიბარა და გამოძიებული ვერაფერი ვნახეთ. ნახეთ თუ როგორ გაათავისუფლეს ახობაძე, რომელსაც ჩაუდეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ვინც ჩაუდო ის პოლიციელი დღემდე თავისუფალია, არ არის დაჭერილი და ასევე ძალიან ბევრი პოლიციელი, რომელიც ძალის გადამეტებას ახდენდა მოქალაქეებზე და კიდევ ნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი და მოვისმინეთ სინდისის პატიმრებისგან თუ რა ზეწოლა იყო მათზე. ნოემბრის აქციების დროს სასტიკად ნაცემი დემონსტრანტები პროკურატურას მიმართავენ. რევაზ კიკნაძის შოკის მომგვრელი ჩვენების მოსმენის შემდეგ დაზარალებული მოქალაქეები კიდევ ერთხელ ითხოვენ დაისაჯოს ყველა პოლიციელი, ვინც ძალადობაშია მხილებული. ის, ვინც სასტიკი მოპყრობა საკუთარ თავზე გამოსცა და ამბობს, რომ დიდი უსამართლობაა, როცა უდანაშაულო ადამიანებს ციხეებში უშვებენ, რეალურ ძალადობაში მხილებული კაცები კი თავისუფლად დადიან ქუჩაში. როდესაც მოქალაქეებს აკავებდნენ, პირდაპირ ყვებოდნენ, როგორ აფურთხებდნენ, პირში როგორ ძალადობდნენ და მათზე ახორციელებდნენ ძალადობას, რაც სხვადასხვა ევროპულმა ინსტიტუტებმა შეაფასეს წამებად. მაგრამ დღემდე არ არის გამოძიებული არც ერთი საქმე, ერთი პოლიციელიც კი არ არის დაკავებული, კაციტაძის უწყება გააუქმეს და ფორმალურად მიუერთეს პროკურატურას, მაგრამ პროკურატურაც არ გამოიძიებს, არ დაიწყებს გამოძიებას, რადგან ეს ინსტიტუტი არის ერთად ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო? აი წარმოიდგინეთ, ეს პოლიციელები მოდიოდნენ და სასამართლოზე ჩვენ მეუბნებოდით, რომ ეს ადამიანები იყვნენ წამებლები, მოსამართლეც კი იგებდა, მაგრამ ვისა ადანაშაულებდა, ისევ იჭერდნენ თავისუფალ ადამიანებს, ისევ დღეს პატიმრობაში ყავთ თავისუფალი ადამიანები და მე საზოგადოებას მინდა აუხსნა, რომ ეს ადამიანები, ვინც აწამებენ, ვინც გაუპატიურებით ემუქრებიან, ინდივიდი პოლიციელები კი არ არიან, ესენი არიან სახე სისტემის და თვითონ სისტემა აწამებს და ეს არის ზემდგომებისგან ბრძანება. ჩემთან ერთად იყო მოთავსებული იზოლატორში თანამესაკნე, რომელიც ყვებოდა თუ როგორ დამცირებას ჰქონდა პოლიციის მხრიდან ადგილი საყურე როში ამჩნიეს და ასე შემდეგ, აი პიდარასტი და ესე დედის გინება და წიხლებით სადღაც სარდაფში ჩაუყვანიათ და ანუ სადაც კამერები არ იყო, რაღაც რემონტში იყო ის ოთახიო, პადუაში რა, პოლიციის განყოფილების პადუაში და წიხლებით დგებოდნენ სრული ამ თითქოს მნიშვნელობით და ეუბნებოდნენ კიდე წახვალ აქციაზე, აი თუ კიდე წახვალ დედას ესე გიზავთ, ისე გიზავთ. და აი არც ერთი ფაქტი ხო ხედავთ, რომ ესეთი ფაქტები გამოძიებული არ არის, ხო? და ძალიან დამამცირებელი და აი დაშინებები მიდის რა, დაშინებები, რომ მაქსიმალურად აქციაზე არავინ არ გავიდეს. რევაზ კიკნაძე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვა. მზად არის დაასახელოს იმ პოლიციელების გვარებიც, ვინც სავარაუდო დანაშაულის თანამონაწილეები იყვნენ. ოჯახი ახლა პროკურატურის რეაგირებას ელოდება, რომ იქნება ამჯერად მაინც აღმოაჩინოს პროკურატურას პოლიტიკური ნება და ძალადობაში ხილებული პირების დასაჯა.